სუფრის გაგონებისას თუ გოჭის საცივი და გოზინაკი ერთად გახსენდებათ, ესე იგი ქართველი ხართ ან საქართველოში ცხოვრობთ. შესაძლოა სულაც რომელიმე ახალ წელს ესტუმრეთ საქართველოს და დღემდე არ გავიწყდებათ ქართული საახალწლო მოხსენა. როგორც წესი, წინა საახალწლო სუფრის მოსამზადებლად ქართველები მინიმუმ 3 გზას აკეთებენ ბაზარში. მაღაზიაში ჩარდენა საერთოდ არ დაიცვლება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაგზლის ბაზარზე და ვცდილობთ გავიგოთ რა მოთხოვნებია წინა საახალწლოდ და რა ჯდება საახალწლო სუფრა. ვყიდულობ კომბოსტოს ფარშს გატარებულ ხორცს, ქათამი და წვანილი. ფასები არ მომეწონა, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია. ინდაური საერთოდ ვერ ვიყიდე, ისე ძვირია. გორცს ხო ვერ შევწვდი. ამიტომ იძულებული ვარ ის მაღაზიის გაყიდული ქათამი ვიყიდო. და გავაკეთო ბაჟი. როგორც ხედავთ, სიის თავში გოჭი, ინდაური და ნიგოზია, ახლა გავიგოთ რა ფასებში შეიძლება ამ პროდუქტის ყიდვა. გასაყიდი ფასი კილოობაში არის 10 ლარი. აი ახლა ეს გოჭი ფასი რამდენი რა? ეს გოჭი 12 კილოა. დაიჭერავს 120 ლარი. 100 ლარი, 90 და ამ ვარგლებში. ყიდველი რამდენად არის? ყიდველი 5000 არის, მაგრამ მაინც წინა წლებთან შედარებით გაძვირდა? შედარებით კი, გაძვირდა. ეს ჭირი 4 ლარი. და ჩურჩხელა? ნახევარი ლარი და 80. ეს 3 ლარია კი. სანამ ახალი წელი დადგებოდა, მანამდე რა ყიდა? წინა საახალწლოდ გაძვირდა მოიმართა. არ არის. ყიდულობენ? კი, ნორმალია. ასე ამზადებენ საახალწლო სუფრისთვის. იმის მიუხედავად, რომ ახალწლამდე სულ რამდენიმე საათი ისრება, ბაზარში ხალხის რაოდენობა არ იკლებს. ბაზრის ტერიტორიაზე კი საცობებია.